ეროვნულ საქმეში ეტალონის მხარდამჭერია შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი. იყავით დაცული ყოველთვის, იყავი შვიდად ყველგან. ეტალონის მხარდამჭერია ახალი ნათება. ეტალონის მეგობარია ყულა. ყულა 100% ნატურალური პროდუქტი. ყულა გასინჯე ხარისხი. ეტალონის პარტნიორია ხარება. ჩვენ ვინარჩუნებთ ტრადიციას. დღეს ღვინოს ქმნის ხარება. ეროვნულ საქმეში ეტალონის მხარდამჭერია თბილისის სატრანსპორტო კომპანია. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ისტორიული ქალაქის თანამედროვე მგზავრები. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მხარს უჭერს განათლებულ ახალგაზრდათაობას და მოგიწოდეთ. იცხოვრო სპორტით, დარჩი ახალგაზრდა. მამულიშვილებო, მოგესალმებით და მოგახსენებთ, რომ კვლავ ეთერშია ის პროექტი, რომელიც აგე უკვე მერვე წელია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ამ ბუნდერაზე ადამიანის ლოცვა კურთხევის მადლით ხორციელდება. აქვე გეტყვით, რომ ჩვენი პროექტის პარტნიორია მთელი 2013-2014 სასწავლო წლის განმავლობაში ისრაელის სახელმწიფო და დღევანდელი გადაცემის გამარჯვებული იღებს საჩუქარს ისრაელის სახელმწიფოსგან. დღევანდელი გადაცემა კი იმერეთის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეს, ულამაზეს ქალაქს, თერჯოლას და მის საუკეთესო მოსწავლეებს ეძღვნებათ. ამასთან გულითადი მადლობა მინდა გადაუხადო თერჯოლის გამგეობისა და საკრებულოს უკლებრივ ყველა წარმომადგენელს, თითოეულ თერჯოლელ ადამიანს, რომლებმაც ამ მშვენიერი ახალგაზრდების შერჩევაში მიიღეს მონაწილეობა და აქტიურად იყვნენ ჩართული. განსაკუთრებული მადლობა კი ეკუთვნის თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების და კულტურის ახალგაზრდობის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ კობა არაბიძეს. მადლობა მინდა ქალბატონ რუსუდან კოვზირიძეს მოვახსენო. მოსწავლე ახალგაზრდების მუნიციპალიტეტის ცენტრის დირექტორს. აქვე მოსწავლეებთან ერთად ჩამობრძანდა დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი. დიდი მადლობა მობრძანებისათვის. თერჯოლის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარი. მაშასე, ახლა სანამ თამაშს დავიწყებდეთ, მინდა მოგახსენოთ, რომ დღევანდელი გადაცემის საპატიო, განსაკუთრებული დიპლომატიური სტუმარი გახლავთ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი, უწარმოებულესი სახელმწიფოს წარმომადგენელი საქართველოში. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბატონი იუებინი. ბატონი იუებინი მარტო არ მობრძანდა, საელჩოს თანამშრომლებთან ერთად მობრძანდა და თითოეულ თქვენგანს საჩუქარი მოუტანა. სხვათა შორის ამ საჩუქრებს გამარჯვებულს განსაკუთრებული საჩუქარი აქვს. თითოეულ თქვენგანს ზუსტად ის საჩუქარი აქვს საქართველოსა და ჩინეთის დროშა, რომელიც უკვე თქვენ მოგართვათ და შეგიძლიათ ამაყად ატაროთ, ჩემო ბატონო. დღევანდელი გადაცემის განსაკუთრებული ხასუსვამ, განსაკუთრებულად საპატიო სტუმრები გახლავთ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, ბატონი მიხეილ ჭელიძე და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ბატონი თამაზ როფაქიძე. ისინი წარმოადგენენ იმ კომპანიას, სადაც 5600 და როგორც გადაცემის დაწყების წინ მითხრეს, უკვე 5800 ადამიანია დასაქმებული. გენერალური დირექტორი ბატონი ლევან კოპლატაძე საპატიო მიზეზის გამო ვერ მოვიდა დღევანდელ გადაცემაში და აქვე გეტყვით, რომ ამ უდიდესმა კომპანიამ თვეების წინ და მისმა თითოეულმა თანამშრომელმა თვეების წინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გაზაფხულის ყველაზე მაღალ რეიტინგულ, ყველაზე საუკეთესო მაჩვენებლის მქონე ადამიანს კომპანიის სახელით, კომპანიის თითოეული თანამშრომლის გადაწყვეტილებით და მენეჯმენტის ორგანიზებით დაენიშნებოდა ერთწლიანი სტიპენდია, ყოველთვიურად 200 ლარი. სხვათა შორის 200 ლარს ხელზე მიიღებს და მინდა გითხრათ, აქვე ხაზგასმით, რომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით, სხვა გადაცემებშიც მითქვია, რომ ბატონი ლევან კოპლატაძე, ბატონი მიხეილ ჭელიძე, ბატონი თამაზ რობაქიძე, ბატონი ზაზა ზაალიშვილი, ყველას ვერ ჩამოვთვლი, გახლავთ საქართველოში უმსხვილესი კომპანიის თანამედროვე მართვის ეტალონი მენეჯერები. ყოველთვის და ნებისმიერ სიტუაციაში სწორ გამოსავალს რომ პოულობენ და სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა, ღირსეულ გადაწყვეტილებას რომ იღებთ. დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. აქვე გეტყვით იმ ძალიან დიდ სიხარულს, რომელიც ლეჩხუმს ეწვია, აი მიყურებენ ეგ გახარებული ლეჩხუმელები. დღევანდელ გადაცემაში მოვიწვიეთ ცაგერის სოფელ ბარდნალა საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე. 2013-2014 სასწავლო წლის ცაგერის ეტალონი მოსწავლე მარიამ ჩარკვიანი, რომელიც გაზაფხულის ეტალონი გამარჯვებულთა შორის ყველაზე რეიტინგული აღმოჩნდა. სწორედ მას ერგო თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ დაწესებული სტიპენდია. ის მარტო არ მობრძანდა აქ, მობრძანდა სკოლის დირექტორთან ერთად, ქალბატონ მთვარის ახლებიანთან ერთად და აქვე მინდა გითხრათ, რომ
ამავე სკოლა დამთავრებულ მრავალ გამორჩეულ ადამიანთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული. შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი გიორგი მანდარიაც მოგზავნდა ჩვენთან სტუდიაში. ის გახლავთ საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელი ინფორმატიკაში. ძალიან მიხარია რომ საქართველოს ესეთი ნაკრები ყავს და საკმაოდ წარმატებებსაც ახსევს საერთაშორისო არენაზე. პირველი ტურის პირველი შეკითხვა. ეკრანზე მე-19 საუკუნის საქართველოში, კერძოდ კი თბილისში, წყლის მზიდავებს ერქვათ. რა ერქვათ წყლის მზიდავებს? ა. ხარაზები, ბ. დალაქები, c. მეთულუხჩეები და d. კინტუები. წამზომი ჩაერთო. და გადაცემის პირველი მონაწილე მე-11 კლასი ალის უბნის თემის პირველი საჯარო სკოლა თერჯოლა ავთანდილ ხუჯაძე. შენი მისაბაძე ადამიანია? ექვთიმე თაყაიშვილი. რატომ? რადგან ის იყო საქართველოს ეროვნული საგანძურის მომვლელი შემნახველი, რომელსაც გასაკვირად უყვარდა თავისი სამშობლო და ეს საგანძური ყველა უკვლელივ დაუბრუნდა ქვეყანას. მოდი ახლა შეკითხვას დაუბრუნდები. რა გადაწყვიტეთ? გავწყვიტე C. C. მეთულუხჩეები. სწორი პასუხი. ეკრანზე. და ხოჩა, სწორი პასუხია მეთულუხჩეები. C. პირველი ტურის მეორე შეკითხვა. ეკრანზე. თევზებს გვერდითი ხაზი. ანუ ბრძნობიალობის რეცეპტორები ეხმარება. რაში ეხმარება მათ გვერდითი ხაზი? A. სხეულის ტემპერატურის შესანარჩუნებლად. B. ამღვრეულ წყალში მოძრაობისას. რომ რაღაცას არ დაეჯახონ, არ გადაეყარონ. C. მხოლოდ შენიღბუაში და D. მხოლოდ ქვირითობის პერიოდში. წამზომი ჩაერთო. ჩვენი გადაცემის შემდეგი მონაწილე თერჯოლა კერძო სკოლა მზეკაბანი 2007 მე-11 კლასი ანა კირკიტაძე მოგესალმებიან. კლასის დამრიგებელი ნინო ორაგველიძე. როგორი ქალბატონია ნინო? კაცრი? კაცრი, მაგრამ სამართლიანი. აქ არის სტუდიაში. დიახ. ჯერ არ ვაჩვენებთ. აი ნახევარფინალში რო გადახვალ მე ვაჩვენებ ტელემაყურებელს. შევთანხმდით. მაშასე შენი საყვარელი გამონათქვამია? ერთხელ გამარჯვება ნებისმიერ შეუძლია. გამარჯვებისკენ მუდმივად სწრაფა კი მხოლოდ გამორჩეულებს. იყავი გამორჩეული და წმენით იცხოვრე. ეს აპლოდისმენტები თქვენ. რატომ ეს სიტყვები? ხათაშორის ვინ არის ამ სიტყვების ავტორი? თქვენ და გეთანხმებით ნამდვილად ასია, ვინც იბრძვის, ის ყოველთვის მიაღწევს მიზანს. დიდი მადლობა რომ ეთანხმები. ახლა კი უბრუნდები შეკითხვას. რომელია სწორი პასუხი? A დავაფიქსირე. დააფიქსირეთ A. სხეულის ტემპერატურის შესანარჩუნებლად. თუმცა A და B შორის უნდა გაგეკეთებინა არჩევანი. სწორი პასუხი. ეკრანზე. და სწორი პასუხია B. ამღვრეულ წყალში მოძრაობისას. პირველი ტურის მესამე შეკითხვა. ეკრანზე. ძალიან მაგარი შეკითხვა. შეკითხვა ფიზიკიდან. რეზინის ბუშტი თერჯოლაში გაბერეს და ძაფით თავი ჭიდროდ მოუკრეს. ნუ თავი გასაგებია რაც არის. როგორ შეიძლება ბუშტის მოცულობა მყინვარ წვერზე ატანისას? A. შემცირდება, B. გაიზრდება, C. არ შეიცვლება და D. ნულის ტოლი გახდება. წამზომი ჩაება. დრო ამოიწურა და ჩვენი გადაცემის შემდეგი მონაწილე ნინო ცქიფურიშვილი თერჯოლა მეორე საჯარო სკოლა მე-12 კლასი კლასის დამრიგებელი ქალბატონი მაია ციხელაშვილი. მოგესალმებით. მომავალი პროფესია? პოლიტოლოგი. რატომ პოლიტოლოგი? ძალიან საინტერესო სფეროა და მით უმეტეს თუ კი გადავხედავთ საქართველოს ისტორიას, ძალიან ბევრ გმირს დავინახავთ და ჩემი აზრით დიდი პატივია რომ ასეთ ქვეყანაში იყო პოლიტოლოგი. ძალიან კარგად მომზადებული ხარ. ახლა კი შეკითხვას უბრუნდები, რა მოხდება? თავი შევიკავე. ისე რომელს ფიქრობდი? ას ფიქრობდი. და სწორი პასუხი. ეკრანზე. და სწორი პასუხია, ყოჩახ, მე გაიზრდება. პირველი ტურის მეოთხე შეკითხვა. ეკრანზე. სამხრეთ ამერიკის ტბა ტიტიკაკა ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლა მდებარეობს და ის A. ყველაზე მლაშე ტბა, B. ყველაზე თბილი ტბა,
C სრულად არასოდეს იყინება, სრულად გასაგებია რასაც ნიშნავს. მთელი ზედაპირი არასოდეს იყინება და D უნაპიროტბა, წამზომი ჩაირთო. დრო ამოიწურა და შემდეგი მეოთხე მონაწილე ბატონი აკაკი თურქაძე თერჯოლა ჭოგნარის საჯარო სკოლა მე-11 კლასი კლასის დამრიგებელი ქალბატონი შორენა ბასილიძე მოგესალმებით პირად ანკეტაში აღნიშნე რომ ძალიან გიყვარს ჩხირკედელაობა რას ჩხირკედელაობ ხოლმე ნებისმიერი მექანიზმის დაშლა და აწმობა და შესაძლებლობა შეკეთება მიყვარს ძალიან ნებისმიერის როგორ აი რა მექანიზმის და ნადგარის სულ ერთი რისი ნებისმიერი მექანიზმის და ნადგარის სულ ერთი და აი მაგალითად მეტროს ვაგონის დაშლას და აწყობა შეძლებ რა თქმა წაიყვანეთ ბატონო მიშა დააკვირდით კადრი იზრდება ნამდვილად რა თქმა უნდა ეს აპლოდისმენტები ამ კაცს ახლა დაუბრუნდები შეკითხვას რომელია სწორი პასუხი დავაფიქსირე B ყველაზე თბილი ტბა უნდა აგიყვანოს კაცმა ერთი და გაჭყუმპალაოს იქ მას ასე სწორი პასუხი ეკრანზე და სწორი პასუხია რა თქმა უნდა სრულად არასოდეს იყინება პირველი ტურის მეხუთე შეკითხვა ეკრანზე მაგარი შეკითხვა მათემატიკიდან დადებითი რიცხვი 5-ჯერ გაიზარდა რამდენი პროცენტით გაიზარდა ეს რიცხვი 40%-ით B 100%-ით C 400%-ით და D 5000%-ით წამზომი ჩაირთო დრო ამოიწურა და შემდეგი მონაწილე ბატონი გიორგი ზარნაძე თერჯოლა ჩხარის პირველი საჯარო სკოლა მე-12 კლასი კლასის დამრიგებელი ქალბატონი თალიკო ყვავაძე მოგესალმებით საყვარელი პერსონაჟი ავთანდილი რატომ ავთანდილი იმიტომ რომ მეგობრული ადამიანი ესე მეგობრობა ძალიან ტრადიციული ადამიანი მეგობრული მოდი პირდაპირ შეკითხვაზე გადავარ ეხლა ნახოთ შენ მათემატიკასთან როგორ მეგობრულად ხარ არა ძალიან მნიშვნელოვანია მათემატიკა. ლოგიკური აზროვნების განვითარება. რომელია სწორი პასუხი? A 40%. დიახ. მაშასე, სწორი პასუხი. ეკრანზე. და სწორი პასუხია, რა თქმა უნდა, C 400%. მაშასე, სანამ პირველი ტურის მეექვსე შეკითხვას დავსვამდე, მინდა სიტყვა გადავსე ადამიანს, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა დღევანდელი გადაცემის ორგანიზებაში, თითოეული თქვენგანი შერჩევაში. ქალბატონ რუსუდან ყოზირის ძეს, მოსწავლე ახალგაზრდების მუნიციპალური ცენტრის დირექტორს და ასევე ადამიანს, რომელიც თელსაგულშემატკივროდ სპეციალურად ჩამოვიდა, დეკანო სპირიდონ სკიფურიშვილს, თერჯოლის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრს. მაშასე, სიამოვნებით გისმენთ. მოგესალმებით. ძალიან სასიამოვნო პროექტი არის და დღითიდღე მატულობს სურვილთა რიცხვი რომ ჩაერთოს პროექტში. გაგვიჭირდა ამ ბავშვების შერჩევა, გულწრფელად უნდა გითხრათ, რადგანაც ბოლო წინა შესარჩევ ტურზე 85 ბავშვიდან 10 ბავშვის არჩევა იოლი არ არის. ძალიან ბევრი ბავშვი დარჩა თერჯოლაში, რომელსაც გული დაწყდა და მე დღეს მივესალმები მათ თქვენი სტუდიიდან და იმეც უტოვებ, რომ ზუსტად სწორი გამონათქვამია. ერთხელ გამარჯვებას, არაფერია, მაგრამ აი რამდენჯერმე გამარჯვება და გამარჯვებისთვის ბრძოლა. ეს იმას ნიშნავს, რომ მოქალაქე ყალიბდება ნამდვილად ისეთი ჩვენ საზოგადოებას რომ ჭირდება. მოგესალმებით. პირველი ყოვლისა მინდა მადლობა მოვახსენო მაღალ ღმერთს ამ პროექტის არსებობისთვის, მადლობა მინდა მოვახსენო მის უწმინდესობას, ლოცვა-კურთხევისთვის და მადლობა მინდა მოვახსენო ამ პროექტის ავტორებს, თქვენ ბატონო გოჩა და თქვენთან ერთად ყველა იმ ადამიანს, რომელიც მონაწილეობს ამ ულამაზეს და უძლიერეს პროექტის არსებობაში, რადგან ჩვენ ქართველებს გვაქვს ესეთი პროექტი, რომელიც ხელს უწყობს ჩვენში ქართველ ერში და არა მარტო ქართველ ერში, მთლიანად ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებში განათლების დონის ამაღლებას, რომელიც არის უპირველესი კაპიტალი, რომელიც შეიძლება დააგროვოს ყოველმა ადამიანმა, რათა მომავალში შექმნას ძლიერი სახელმწიფო, მთლიანობაში როგორც სახელმწიფო და ასევე იყოს თვითონ ძლიერი სულიერად. დიდი მადლობა. გეხარით. პირველი ტურის მეექვსე შეკითხვა. ეკრანზე. ფილოსოფოსმა კონფუციმ
ძველი წელთაღრიცხვით 551-479 წლები. ჩინეთში პირველი კერძო სკოლა დაარსა. აი მაშინაც კი იცოდნენ განათლების მნიშვნელობა. მისი მოძღვრების მთავარი ცნება გახლავთ ჟენი. ანუ რა იქნებოდა ყველაზე მთავარი? A. წარმატება, B. ბედნიერება, C. ჰუმანურობა და D. დემოკრატია. ნუ ზოგიერთი ვერსია შეგიძლიათ გამორიცხოთ. წამზომი ჩაერთო. დრო ამოიწურა და ძვერი საჯარო სკოლა მე-12 კლასი. მომავალი პროფესია? ქიმიკას. რატომ მაინც და მაინც ქიმია? ჩემი გადმოსახედიდან ძალიან საინტერესო პროფესიაა და ზედგამოჭრილი ჩემთვის. ზედგამოჭრილი შენთვის რატომ? ეს რას ნიშნავს? ჩემი ინტერესების სფეროა. ძირითადი. კარგით, ამას გავიგებთ მომავალში. ახლა კი დაუბრუნდები შეკითხვას. რომელია სწორი პასუხი? C დავაფიქსირე. და სწორი პასუხი ეკრანზე. და ხოჭა, სწორი პასუხია C ჰუმანურობა. ახლა კი პირველი ტურის მე-7 შეკითხვა ეკრანზე. გარდა ენერგიისა ჩამოთვლილთაგან რით ამარაგებს აქლემის ორგანიზმს მის კუსში დაგროვილი ცხიმი დაშლისას? A. წყლით, B. ვიტამინებით, C. მარილებით და D. ჰორმონებით. ძალიან მარტივი შეკითხვა. წამზომი ჩემი. დრო ამოიწურა. ჩვენი გადაცემის შემდეგი მონაწილე ეს გახავთ მარიამ აბჟანდაძე, თერჯოლა, ახალთერჯოლის საჯარო სკოლა, მე-9 კლასის მოსწავლე, კლასის დამრიგებელი ლალი ვერულაშვილი. და ალბათ უკვე ჩვენი ტელემაყურებელი ხვდება ჰობი? ხატვა. ესე იგი, აი მეგობრები დაეხმარებიან ზევით აწიერ, თუ შეიძლება ეს ნახატები, ეს აპლოდისმენტები ამ ნიჭიერ ადამიანს მომავალ ხატვარს. რატომ ხატვა როდის გეწევა ხოლმე მუზა თუ სულ მუზა დაყვება თან? რავი, ბავშვობიდან მაინტერესებდა ეს სფერო და რა ვიცი. რისი ხატვა გიყვარს ყველაზე მეტად? რავი, ყველაფრის, გააჩნია რისი მუზა მოვა. ყველაფრის როგორ? ძირითადად ნატურმორტებს ხატავ ახლა. ძირითადად ნატურმორტებს. აი, მშობლები თუ დაგიხატავს? ჯერ არა, ახლა ვაპირებ. ახლა აპირებ. აი, რო გითხარი, სწორედ მაინტერესებს და აუცილებლად გავამიგზავნე იმ ნახატის ასლი. შევთანხმდით? ეს აპლოდისმენტები შენ მშობლებს. მაშასე, მოდი ახლა შეკითხვას დაუბრუნდეთ. რომელია სწორი პასუხი? C დავაფიქსირე. მაშასე, სწორი პასუხი ეკრანზე. და სწორი პასუხია, რა თქმა უნდა, წყლით. პირველი ტურის მერვე შეკითხვა ეკრანზე. ზამბარის გაჭიმვისას მასში წარმოქმნილი დრეკადობის ზალა მიმართულია. საით არის მიმართული დრეკადობის ზალა? A. გაჭიმვის მიმართულებით, B. გაჭიმვის საწინააღმდეგო მიმართულებით, C. აუცილებლად სიმძიმის ზალის მიმართულებით და D. აუცილებლად სიმძიმის ზალის საწინააღმდეგო მიმართულებით. წამზომი ჩაერთო. მოიწურა და შემდეგი მონაწილე ნოდარ ბოგვერაძე, თერჯოლა, ქვედა სიმონეთის მეორე საჯარო სკოლა, მე-10 კლასი, კლასის დამრიგებელი ქალბატონი ლარისა ტომარაძე. მოგესალმებით. საყვარელი გამონათქვამი. ჭოს ცოცხლას ანაზრახსა სიკვდილის სახელობა. და რატომ ის? თუმცა აპლოდისმენტები აღარ მახსნევინეთ. ეხლა შენ აი მანდ მონაწილეობ უკვე როგორ გძნობ თავს? ძალიან ყოფილი. რთულია მანდ გდგომა? რთული არა. არ არის რთული. თავარია იყო შენ თავში რა? დარწმუნება. ძალიან მიხარია. მოდი ახლა უბრუნდები ამ შეკითხვას. შეკითხვა ფიზიკასთან არის დაკავშირებული. რომელია სწორი პასუხი? C დავაფიქსირე. მაშასე, სწორი პასუხი ეკრანზე. და სწორი პასუხია, რა თქმა უნდა, გაჭიმვის საწინააღმდეგო მიმართულებით. მაშასე, პირველი ტურის მე-9 შეკითხვა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან დაკავშირებული შეკითხვა ეკრანზე. თბილისში ეგრეთ წოდებული ყვითელი ავტობუსით უბილეთო მგზავრობისთვის 5 ლარით დაჯამირებულმა პირმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს. A. 1 დღეში, B. 5 დღეში, C. 14 დღეში და D. 30 დღეში.
მაშასე წამზომი ჩაირთვა. დრო ამოიწურა და გადაცემის შემდეგი მეცხრე მონაწილე ნელი ვერულაშვილი, თერჯოლა ზედა სიმონეთის საჯარო სკოლა მე-11 კლასი, კლასის დამრიგებელი სულიკო ზარნაძე. მაშასე, მოგესალმებით. მოგესალმებით. ვა, რა კარგი ხიმილი აქვს. მარტო ხიმილისთვის ეკუთვნის აპლოდისმენტები. კარგი, იმერული ხიმილი. ძალიან მიხარია. საყვარელი პერსონაჟი. გიორგი პირველი, დიდოსტატის მარჯვენა. რატო? მისი ტრაგიკული პიროვნების გამო ძალიან მიყვარს ეს პერსონაჟი. ესე იგი, გეცოდება. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება სიყვარულს ეძებს და სიყვარულისთვის იბრძვის. და ამიტომ იმერული ქალის სათნოება. ეცოდება დიდოსტატის მარჯვენის პერსონაჟი გიორგი პირველი. მოდი ახლა შეკითხვას დაუბრუნდები. რომელია სწორი პასუხი? C დავაფიქსირე. C 14 დღეში. ესე იგი, შენ რო იყვე ახლა ბატონი მიხეილ ჭელიძის ადგილას, თუ ადამიანი დააშავა და დააჯარიმეს რაღაც თანხით, ჯარიმას გადაახტევინებდი? 14 დღეში. აი ახლა ვნახოთ, შენზე ჰუმანურები არიან თუ არა. ნახოთ. მაშასე, სწორი პასუხი. ეკრანზე. და სწორი პასუხია, D 20 დღეში. და პირველი ტურის გადამწყვეტი, მეათე შეკითხვა, ეკრანზე. ვახტანგ გორგასლის ფრესკული გამოსახულება მე-19 საუკუნემდე შემორჩენილი იყო. სად იყო შემორჩენილი მე-19 საუკუნემდე? სად შეიძლებოდა შემორჩენილი ყოფილიყო? A. გელათის ტაძარში, B. სამების ტაძარში, C. სვეტი ცხოვლის ტაძარში და D. მოდინახეს ეკლესიაში. მაშასე წამზომი ჩაირთვა. და შემდეგი მეათე მონაწილე მარიამ ბარდაველიძე, თერჯოლა, ბარდუბნის საჯარო სკოლა მე-11 კლასი, კლასის დამრიგებელი ია ქათამაძე. მოგესალმებით. მოგესალმებით. როგორ? კარგად. ძალიან მიხარია, მისაბაძე ადამიანი. მამაჩემი. რა ქვია? რამაზი. რამაზი, მე ჩემი სტუდენტობის პერიოდიდან ვიცნობ, რამაზ მართლა მაგარი ადამიანი იყო ყოველთვის და ძალიან მიხარია, რომ ეტალონი მამა აქვს. თქო დაჩვენოთ. კაცრი მამაა რამაზი. არა, არც ისე. არც ისე თუ მკაცრია. საშუალოდ. როგორც საჭიროა ბავშვების აღზრდა. როგორც ახლა დიპლომატიური პასუხი აქვს. ესე იგი, როგორც საჭიროა ისეთი მამა. მაშასე რა გადაწყვეტე, რომელია სწორი პასუხი? C. C? იცი რომ სახში შეიძლება აღარ შეგიშვას. მაშასე, სწორი პასუხი. ეკრანზე. და ხოჩა, სწორი პასუხია C. სვეტის ცხოვლის ტაძარში. ახლა კი პირდაპირ რეიტინგზე გადავა, რამე თუ რეიტინგის შემდეგ უნიკალური მოვლენა მოხდება ჩვენთან გადაცემაში. რამე თუ გადაცემის გამარჯვებულს, ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეს დააჯილდოვებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლები. მაშასე, მონაწილეთა რეიტინგი ეკრანზე. ნათია ჭანტურიძე 45 ქულა, ანი კირკიტაძე 45 ქულა, ნინო ცქიფურიშვილი 42 ქულა, ნელი ვერულაშვილი 40 ქულა, ალთანდილ ხუჯაძე 34 ქულა, მარიამ ბარდაველიძე 32 ქულა, აკაკი თურქაძე 30 ქულა, მარიამ აბჟანდაძე 25 ქულა, ნოდარ ბოგვერაძე 25 ქულა, გიორგი ზარნაძე 24 ქულა. ფეხბურთის ტელემაყურებლებო, გაირკვა ნახევარფინალში გასული 6-ვე კონკურსანტის ვინაობა. ახლა კი რეკლამის წინ დაპირებული ისტორიული დაჯილდოება. თბილისის სატრანსპორტო კომპანია მხარს უჭერს განათლებისა და პროფესიონალიზმის პოპულარიზაციას და ამ კუთხით ჩვენ ეტალონის პროექტის ფარგლებში გადავწყვიტეთ სტიპენდია შემოგვეღო გაზაფხულის სეზონის ყველაზე რეიტინგული სტუდენტისთვის. გადავწყვიტეთ რომ ყოველთვიურად 200 ლარით დავეხმაროთ ჩვენს ახალგაზრდა თაობას და მარიამ ჩარკვიანს გადავცეთ ეს პატარა საჩუქარი ჩვენგან. ეს არის ბარათი, სადაც მას ყოველთვიურად 1 ივნისიდან უკვე დაერიცხება 200 ლარი და მინდა წარმატება უსურვო თავის წარმატებულ გზაზე. მეც მინდა მიულოცო მარიამს, ჩემი აზრით მართლა ძალიან
მნიშვნელოვანი არის, რომ ასეთ პატარა ასაკში ის უკვე თავისი ცოდნით, თავისი შრომით მიაღწია ამ წარმატებას და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პატარა საჩუქარი ჩვენი კომპანიიდან იქნება ის მცირე წვლილი მის დიდ კარიერაში, რომელსაც ის განახორციელებს თავის ცხოვრების განმავლობაში და უსურვებს წარმატებებს მთელი ცხოვრების განმავლობაში. მეც მინდა შევუერთდეთ ნილოცვას, მიულოცო მარიამს ეს დიდი გამარჯვება. მისი წარმატება ჩემთვის რამდენიმე მიზეზის გამო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ერთი ის ჩემი მშობლიური სკოლის და სოფლის წარმომადგენელი არის. შემდეგ მისი მამა ჩემი პარნალის სკოლის სწავლის პერიოდში კლასელი და ბავშვობის მეგობარი არის და ეს განსაკუთრებით მიხარია მისი შვილის წარმატება და გარდა ამისა მისი ბებია და ბაბუა ასევე პარნალის სკოლაში სწავლის პერიოდში ჩემი პედაგოგები იყვნენ და ძალიან დიდი სითბო და სიყვარული მახსოვს მათგან. მინდა მას უსურვო მომავალი წარმატებები თავის ცხოვრების გზაზე ის მხოლოდ ეხლა იწყებს სვლას დიდ გზაზე. დიდი მადლობა ეტალონს ამ საქმისათვის. მოგესალმებით ყველას. მინდა მარიამს მივულოცო გამარჯვება. უდიდესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ პროექტის ავტორს ბატონ გოჩატყაშელაშვილი მთელი თქვენი შემოქმედებითი კოლექტივით. იმდენად რამდენადაც მარიამ ჩარკვიანის გამარჯვებამ არაერთ გულანთებულ მოსწავლეს კიდევ მეტად გაუღრმავა სწავლისა და ცოდნის ინტერესი და არა მარტო ჩვენს სკოლაში, არამედ მთელს ლეჩხუმში. სხვაგვარად არც ეკადრებოდა ლადო ასათიანის მშობლიურ სოფელს, მშობლიურ სკოლას, იმ სკოლას, რომელმაც უახლეს, აი ბოლო წლებშიც კი არაერთი რჩეული კურსდამთავრებული და მამულიშვილი აჩუქა ქვეყანას. გამორჩეულად მადლობელი ვიქნებით თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელობისადმი. კვლავაც მრავალი თაობის გამარჯვებაში, განათვლაში, გზაზე დაყენებაში, წიგნიერების გზაზე დაყენებაში მიგეღოთ თქვენი ღირსეული წვლილი. გაზაფხულის სეზონის გამარჯვებულის მამა უბედნიერესი დღე არის ჩემთვის, ჩემი შვილის ასეთი წარმატება. მინდა ყველას წარმატებები ვუსურვო მოსავლე ახალგაზრდობას და მე მგონი მაგალითი იქნება ეს მომავალი თაობისათვის, რომ სწავლა დაფასებული არის, შრომა დაფასებული არის, ვინც შრომობს, ვინც წიგნთან მუშაობს, მას წარმატებაც ექნება. გამარჯობა, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის სატრანსპორტო კომპანიას, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ოჯახს, აგრეთვე რა თქმა უნდა ბარდნალის საჯარო სკოლას დირექტორს ქალბატონ მთვარის აახლედიას და თითოეულ პედაგოგს, რომელმაც ჩემს აღზრდაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს. დიდი მადლობა. ეროვნულ საქმეში ეტალონის მხარდამჭერია შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი. იყავით დაცული ყოველთვის, იყავი შვიდად ყველგან. ეტალონის პარტნიორია ხარება. ჩვენ ვინ არჩუნებთ ტრადიციას. დღეს ღვინოს ქმნის ხარება. ეტალონის სპონსორია გურჯაანის ნაყინი. მიირთვი ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი და იყავი მოგებული. გურჯაანის ნაყინი მათთვის მის ნამდვილად იცის მოგების ფასი. ეროვნულ საქმეში ეტალონის მხარდამჭერია თბილისის სატრანსპორტო კომპანია. თბილისის სატრანსპორტო კომპანია. ისტორიული ქალაქის თანამედროვე მგზავრები. მაშა ასე. და აქვე ერთი გადაწყვეტილება, რომელიც ახლა ჩვენ შემოქმედებით ჯგუფთან და ერთად მივიღეთ. ეს არის რომ შეიძლება 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის ეტალონი ქალაქის ტიტულით ცაგერს მივანიჭოთ. და ეს იქნება მარიამ ჩარკვიანის დამსახურება და ეს დროშა არა მარტო ცაგერს მივართვართ, არამედ ბარდნალას საჯარო სკოლას და აღვადგინოთ აი ასეთი ტრადიცია. ნახევარფინალის პირველი შეკითხვა. ეკრანზე რომელი ქსოვილისგან არის აგებული ადამიანის კანის ეპიდერმისი? გნებავთ უბრალოდ კანი. A. ცხიმოვანი, B. კუნთოვანი, C. ეპითელური და D. ნერვული. წამზომი ჩაიხდა. და ზევრის საჯარო სკოლა მე-12 კლასი ნათია ჭანტურიძე გისმენთ. მე დავაფიქსირე C. C. რაც შეეხება კერძო სკოლამზე კაბანა 2007, ანა კირკიტაძე გისმენთ. მე C დავაფიქსირე. სწორი პასუხი. ეკრანზე. ეყოჩა, სწორი პასუხია C ეპითელური.
ნახევარფინალის მეორე შეკითხვა, ისრაელთან დაკავშირებული შეკითხვა, ეკრანზე. ისრაელის უდიდესი ნავსადგური ჰაიფა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, რომელი მთების კალთებთან არის ის განთავსებული. 4 სავარაუდო პასუხია: A. ანდების, B. ალპების, C. კარმელის და D. ურალის. გამორიცხვის მეთოდით. წამზომი ჩაერთო. მოიწურა და თერჯოლა, მეორე საჯარო სკოლა, ნინო ცქიფურიშვილი, გისმენთ. გადავაფიქსირებ. რაც შეეხება შემდეგ მონაწილეს, ნელი ვერულაშვილს, ზედა სიმონეთის საჯარო სკოლა მე-11 კლასი. მეც დავაფიქსირებ. სწორი პასუხი, ეკრანზე. და სწორი პასუხია, რა თქმა უნდა, C. კარმელის. ნახევარფინალის მესამე შეკითხვა, ეკრანზე. მუდმივ წყაროსთან მიერთებულ ნათურასთან მიმდევრობით შეაერთეს ასეთივე მეორე ნათურა. რის შედეგადაც წრეჩი დენის ზალა. რას იზამს წრეჩი დენის ზალა? A. ორჯერ გაიზარდა, B. 4ჯერ გაიზარდა, C. ორჯერ შემცირდა და D. არ შეიცვალა. წამზომი ჩაერთო. ჩვენი გადაცემის შემდეგი მონაწილე ბატონი ავთანდილ ხუჯაძე ალისუბნის თემის პირველი საჯარო სკოლა. მოგესალმებით ბატონო. კიდევ ერთხელ ნახევარფინალში. მაშასე რომელი სწორი? B გადავწყვიტე. B გადავწყვიტე. რაც შეეხება ბარდუბნის საჯარო სკოლას, ბარიან ბარდაველიძე გისმენთ. C გადავწყვიტე. სწორი პასუხი, ეკრანზე. და სწორი პასუხია, რა თქმა უნდა, C ორჯერ შემცირდა. Приветствую вас, господин. Спасибо вам за то, что... Спасибо вам за приглашение. Ну и как играют? Очень хорошо. Вы уже 8,5 месяцев как работаете в Грузии. Да. Представитель огромной страны. Как вы себя чувствуете в Грузии? Грузия – это не моя первая поездка в Грузию. Раньше, еще в 1992 году прошлого века, я даже здесь и был. Но сейчас действительно в Грузии произошли большие перемены. Но все-таки гостеприимство, талантливость и доброта грузинского народа остались как и прежним. Я очень люблю ваш народ, грузинский народ и вашу страну. Спасибо посольству китайскому Грузии. А сейчас вот дети ждут, давайте зададим вопрос вместе с вами. Давайте. Хорошо, Вы готовы? Давай. ნახევარფინალის მეოთხე შეკითხვა, ეკრანზე. ჩინეთთან დაკავშირებული შეკითხვა. კონფუცი ბრძანებდა, კეთილშობილი ადამიანი ფიქრობს მხოლოდ მოვალეობაზე. სუნდაბალი კი მხოლოდ 4 возможных варианта. Другая сторона. П. Бородина поэзия. Борода поэзия. С. Гадарченазия. Д. Саргебелзия. მაშასე მოსაფიქრებლად სულ 15 წამი. წამზომი ჩაურთეთ. წამზომი ჩაირთო. მაშასე სწორი პასუხი ეკრანზე. და სუნდაბალი კი მხოლოდ სარგებელზე. თითოეულ თქვენგანს მონაწილე საჩუქრად მოუტანა ეს ისტორიული ჩხირები. ძალიან ლამაზია, მე ვთხოვ ოპერატორებს და რეჟისორს ვაჩვენოთ და ეს არის ხელით ნაკეთი. იმედი მაქვს რომ განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს თითოეული თქვენგანის ოჯახში და სპეციალური საჩუქარი გამარჯვებულს. Это декоративное искусство Китая. Это из стекла. Очень известно, вот такое искусство очень известно у нас в стране. Это показывает зайцы на Луне. Заяц – это символ счастья, благополучия у нас в стране. Я надеюсь, все присутствующие, участники, желаю вам счастья, благополучия и здоровья. Спасибо. ნახევარფინალის გადამწყვეტი მეხუთე შეკითხვა ეკრანზე. მისაკუთნის შემდეგი სიტყვები: შვაკაცი ვარ უბრალო, ხან მიწისა ვარ, ხან ცისა. 4 სავარაუდო პასუხია, прошу вас. А. Что-то Роставелс. Б. Акакий Цередевс.
Թե Նիկոլաս Պարատաշվիլս, դե Վաժա Շավելս։ Ხო ჩართო წამზომი. გამოიწურა. სწორი პასუხი ეკრანზე. რა თქმა უნდა სწორია, ბეაკა გიწერეთ ეს. Спасибо вам за то, что пришли на сегодняшнюю передачу. Я бы хотел попросить, что подождите еще чуть-чуть в студии, потому что вы вручите победителю особый диплом, кроме ваших подарков. Договорились? Хорошо, спасибо. Договорились. Да. ახლა მონაწილეთა რეიტინგი ეკრანზე. ანი კირკიტაძე 67 ხულა, ნათია ჭანტურიძე 65 ხულა, ნინო ცქიფურიშვილი 54 ხულა, მარიამ ბარდაველიძე 52 ხულა, ნელი ვერულაშვილი 50 ხულა, ავთანდილ ხუჯაძე 41 ხულა. როგორც ხედავთ, ნახევარფინალიდან ფინალში გასული სამივე კონკურსანტის ვინაობა გაირკვა. სულ მცირე პაუზა ჩვენ დავბრუნდებით. ეროვნულ საქმეში ეტალონის მხარდამჭერია შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი. იყავით დაცული ყოველთვის, იყავი შვიდად ყველგან. ეტალონის მხარდამჭერია ახალი ნათება. ეტალონის მეგობარია ყულა. ყულა 100% ნატურალური პროდუქტი. ყულა გასინჯე ხარისხი. ეროვნულ საქმეში ეტალონის მხარდამჭერია თბილისის სატრანსპორტო კომპანია. თბილისის სატრანსპორტო კომპანია. ისტორიული ქალაქის თანამედროვე მგზავრები. ფასო ტელემაყურებლებო, ეხლა ფინალია. ფინალი გადაცემისა, რომელიც იმერეთის გამორჩეულ ქალაქს თერჯოლას ეძღვნება. სულ მოკლე ხანში გავიგებთ თუ ვინ გახდა 2013-2014 სასწავლო წლის თერჯოლის ეტალონი მოსავლე. აქვე გეტყვით რომ ჩვენი აქტიური გულშემატკივრებისა და ერთგული მეგობრების სიას პრივატ ბანკი შეემატა. საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონსა თუ სოფელში მცხოვრები ყველა მშობლის გასაგონად კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ იუნიორ ბანკის, იუნიორ ბარათი თქვენი შვილებისთვისაც ხელმისაწვდომია აბსოლუტურად უფასოდ გახსნათ ეს ბარათი და აბსოლუტურად უფასოდ განახორციელოთ ნებისმიერი საბანკო გადარიცხვები. ახლა გივიწყებთ თამაშს, თუმცა სანამ პირველ შეკითხვას დავსვამდე, აქვე გეტყვით რომ ჩვენი პროექტის პარტნიორია ჟურნალი რეიტინგი, რომელიც Media Holding კვირის პალიტრაში შედის და ჩვენმა შემოქმედებითმა ჯგუფმა მოამზადა საიტი ეტანიუს ჯიქვია, რომელსაც უამრავი მნახველი ყავს და ექსკლუზიური სიახლეები აქვს საქართველოს რეგიონებიდან. ახლა კი ფინალური ტურის პირველი შეკითხვა. ეკრანზე 1888 წელს ბერტა ბენცმა ავტომობილით რეკორდულ 180 კილომეტრ მანძილზე ემოგზაურა და ბენზინის გზად ყიდულობდა სად? A. საკონდიტროებში, B. აფთიაქებში, C. სადალაქოებში და D. სუპერმარკეტებში. წამზომი შეირთო. ანი კირკიტაძე, თერჯოლა, კერძო სკოლამდე კაბანი 2007 გისმენთ. ბ დავაფიქსირე. აფთიაქებში, სწორი პასუხი ეკრანზე. და სწორი პასუხია, გორჩახ, ბ აფთიაქებში. მაშასე, ფინალური ტურის მეორე შეკითხვა. ეკრანზე. Z-1, გამრავლებული Z-2, გამრავლებული Z-3 უდრის 0-ს, განტოლების ამოხსნების საშუალო არითმეტიკული ტოლია. A 0-ის, B 2-ის, C 5-ის და D 6-ის. უადვილესი შეკითხვა. წამზომი შეერთო. მოიწურა და უსმენ ნათია ჭანტურიძეს ზევრის საჯარო სკოლა მე-12 კლასი გისმენთ. ბ დავაფიქსირე. ბ დააფიქსირეთ 2-ის. სანამ ვიტყოდე სწორი პასუხი ეკრანზე მეთქვი, აქვე გეტყვით რომ დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატის ციებ-ცხელება, აი აგერ თქვენ მაისურს ბურთს ხედავთ და ყველა ტელემაყურებელს მიმართავ რომ უყურეთ მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე, რომელიც თქვენთვის მუშაობს და ყველაზე ცხელ სიახლეებს პირველები მხოლოდ თქვენ შეიტყობთ, რა თქმა უნდა მოედნებიდან. ახლა კი სწორი პასუხი ეკრანზე. და
სწორი პასუხია, რა თქმა უნდა, ბეორის. მაშა ასე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დღევანდელი გადაცემის გამარჯვებული გარდა ტიტულის აი ამ სერიოზულ ნოუთბუქს მიიღებს ისრაელის სახელმწიფოსგან, რომელიც სწავლაში გამოადგება და ცოდნის მიღებაში დაეხმარება. მაშა ასე, ფინალური ტურის მესამე შეკითხვა. ეკრანზე ჩინეთთან დაკავშირებული შეკითხვა კვლავ. კონფუცის მოძღვრებაში დიდი ადგილი აქვს დათმობილი ლის, ანუ რას ნიშნავს მის მოძღვრებაში ეს? A. დემოკრატიული სახელმწიფოს ინსტიტუციების ჩამოყალიბებას. B. თანაცხოვრების ნორმების ცნებას. C. ფულად საკრედიტო სისტემების შექმნას. და D. ვარსკვლავთა ჭოგრიტით დაკვირვების აუცილებლობას. გაიხსენებთ, როდის მოღვაწეობდა კონფუცი და ზოგიერთ ვერსიას გამორიცხავთ. ჩვენ წელთაღრიცხვამდე 551-479 წლები. ყურადღება, წამზომი ჩაირთო. დრო ამოიწურა და შემდეგი მონაწილე მომავალი პოლიტოლოგი თერჯოლიდან. თერჯოლის მეორე საჯარო სკოლა ნინო ცქიფურიშვილი გისმენთ? B. სწორი პასუხი. ეკრანზე. ოჩახ. ფინალური ტურის მეოთხე შეკითხვა. ეკრანზე. ჩამოთვლილთაგან რომელ რიგშია მხოლოდ მარტივი ნივთიერებები? A. ჟანგბადი, ნახშირი, რკინა. B. ჟანგბადი, წყალი, შაქარი. C. ჟანგბადი, წყალი, რკინა და D. წყალბადი, წყალი, წყალბადის ზეჟანგი. წამზომი ჩაირთო. მოიწურა და სწორი პასუხი ეკრანზე. რა თქმა უნდა, სწორი პასუხია ჟანგბადი, ნახშირი, რკინა. მაშასე ფინალური ტურის გადამწყვეტი. მეხუთე შეკითხვა. ეკრანზე. 1004 წელს ერწუხთან მომხდარ ბრძოლას დავით აღმაშენებლის მემატიანემ უწოდა. რა უწოდა? შეკითხვა საქართველოს ისტორიიდან. A. გაშმაგებული ომი. B. ხმაგასმენელი დიდი ძლევა. C. რაც გინახავთ, ვეღარ ნახავთ. და D. ომი გადარჩენილი. მაშასე, წამზომი ჩაირთო. დრო ამოიწურა. მაშასე, სწორი პასუხი. ეკრანზე. და სწორი პასუხია, რა თქმა უნდა, B. ხმაგასმენელი დიდი ძლევა. დღევანდელი გადაცემის მუსიკალური ნომერი, ამ არაჩვეულებრივი გადაცემის მუსიკალური ნომერი თავად თერჯოლამ მოამზადა ანსამბლი მასპინძელო, ხელმძღვანელი არაჩვეულებრივი ქალბატონი ინეზა ბუცხრიკიძე და სიმღერა ხალხური ჰარირა. და სიტყვები, რომლებიც მე და მთელ საქართველოს ძალიან უყვარს. ქართული ჰანგები ეთერში.
დიახ, ტელემაგურებლებო, ასე მღერიან საქართველოში, ასე მღერიან. თერჯოლაში დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ანსამ მასპინძელოს, მის ხელმძღვანელს ქალბატონ ინეზა ბუცხრიკიძეს. ახლა კი გთხოვ სტუდიაში ტვირთებთან მხოლოდ ფინალისტები დარჩნენ, რადგან სულ მოკლე ხანში გავიგებთ გამარჯვებულის ვინაობას, რომელსაც სპეციალურ დიპლომს გადასცემს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ჩვენი პროექტის მეგობარი ელჩი ბატონი იუებინი და საჩუქარს მიართმევს ბატონი მიხეილ ჭელიძე. მას ასე მონაწილეთა რეიტინგი ეკრანზე. ნათია ჭანტურიძე 15 ქულა, ნინოც ქიფურიშვილი 17 ქულა, ანა კირკიტაძე 22 ქულა. მიულოცეთ გამარჯვება. 2013-2014 სასწავლო წლის თერჯოლის ეტალონი მოსავლე გახდა. ანი კირკიტაძე, თერჯოლა კერძო სკოლამდე გაბანი 2007. ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე დღეს ამით ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით. აუცილებლად უყურებთ ეტალონს განათლება და ღირსება. განწყობა, რომელიც მთელ საქართველოს და რა თქმა უნდა თქვენც გჭირდება. მომავალ შეხვედრაზე. Поздравляю еще раз. Да. Благодарю моего друга, ведущего телепередачи «Эталон» за приглашение меня на участие в этой замечательной передаче в качестве специального гостя. Действительно, ваша программа очень известна и популярна в вашей стране. Сегодня есть замечательный участник, которая очень хорошо показывала себя и показала свою уверенность в себе. Я сам увидел это. И я очень надеюсь, что вы и участники сегодняшней передачи будете иметь возможность изучать китайский язык. Ведь китайский язык очень популярен во всем мире. Сейчас 100 миллионов людей за рубежом Китая изучают китайский язык. И я тоже надеюсь, что вы больше познакомитесь о Китае, о китайской культуре, истории и нашем современном развитии. Я также приглашаю победителей конкурса шоу передачи «Эталон» у меня в гости, в моем посольстве. Спасибо, поздравляю еще раз. Да. Это сувенир нашего посольства. Только что я уже объяснил, что это такое. Но это действительно символ счастья и благополучия. И успехов по своей учебе и будущей работе. Спасибо. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სახელით მინდა მიულოცო ანას დღევანდელი გამარჯვება. ნამდვილად კარგი თამაში ანახა, დამაჯერებლად გაიმარჯვა და მინდა წარმატებები უსურვო ის გზაზე. ასევე მინდა გადავცე ისრაელის სახელმწიფო საჩუქარი, ეს ლეპტოპი. და იმედია რომ ამ კეთილ საქმეში ის კარგად მოიხმარს. მადლობა გადაუხადო უფალს რომ არსებობს ეს გადაცემა და რომ მე დღეს ჩემს მოსწავლესთან ერთად გამარჯვებული ვდგევარ ამ სტუდიაში. და მით უფრო დასაფასებელია ეს გამარჯვება რომ მან გაიმარჯვა ღირსეულთა შორის. ღირსეული მეტოქეები ყავდა ყველა საუკეთესო ბავშვთა შორის, საუკეთესომ გაიმარჯვა დღეს. დიდი მადლობა თქვენ. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან დღეს დიდი ხნის ოცნება ამიხდა. პირველ რიგში მადლობა უფალს, რადგან ყველაფერი უფლისნებით ხდება. დიდი მადლობა ამ შესანიშნავი პროექტის ავტორებს, პარტნიორებს. ასევე დიდი მადლობა ჩემს სკოლასა და პედაგოგებს, რომლებიც ჩემი დიდი გულშემატკივრები არიან. და რა თქმა უნდა, დიდი მადლობა რაიონის ხელმძღვანელობას, რომელთა ძალისხმევითაც შედგა დღეს ეს თამაში. დიდი მადლობა ყველას. ეროვნულ საქმეში ეტალონის მხარდამჭერია შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი. იყავით დაცული ყოველთვის, იყავი შვიდად ყველგან. ეტალონის მხარდამჭერია ახალი ნათება. ეტალონის მეგობარია ყულა. ყულა 100% ნატურალური პროდუქტი. ყულა გასინჯე ხარისხი. ეტალონის პარტნიორია ხარება. ჩვენ ვინარჩუნებთ ტრადიციას. დღეს ღვინოს ქმნის ხარება.
ეროვნულ საქმეში ეტალონის მხარდამჭერია თბილისის სატრანსპორტო კომპანია. თბილისის სატრანსპორტო კომპანია. ისტორიული ქალაქის თანამედროვე მგზავრები. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მხარს უჭერს განათლებულ ახალგაზრდათაობას და მოგიწოდეთ. იცხოვრო სპორტით, დარჩი ახალგაზრდა.